გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმებით სტუმრებს, დარჩით ჩვენთან. ჩვენ კი გავაგრძელოთ ვიდეოები ციკლიდან სიტუაცია პროგნოზი. ავღწერთ, რა თქმა უნდა, პიროვნებას, ასე უკეთესად ამოიცნობთ საკუთარ თავს, ან გეცნობათ ვინმე, ვინც რა თქმა უნდა თქვენთვის მნიშვნელოვანია, გააგრძელებთ ყურებას. რა თქმა უნდა, დახასიათების შემდეგ წავიკითხავთ სიტუაციას და ვნახავთ პროგნოზს. ვიმეორებ თქვენს გამოხმაურებაზე, ბევრია დამოკიდებული და თუ კი მოგწონთ ესეთი გაშლები და კარგი ვარიანტია ვფიქრობ, თქვენს კომენტარებში წავიკითხავ ამას და გავაგრძელებ ასეთი სტილით გაშლას, რომ სულ ყოველ ჯერზე იყოს კონკრეტული პიროვნება, ერთი ვარიანტი, ერთი სიტუაცია და პროგნოზი. ნახოთ ახლა დღეს ვის სჭირდება ჩვენი დახმარება. ვინ გვესტუმრა? ჩემო კარგებო, აი ამ კომბინაციაში, ხა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გვესტუმრა ბედის ნებიერა, მაგრამ ეს რაღაცაი ხასიათის თვისებები კი არ არის, უბრალოდ ეს თანდაყოლილი. ვიწყებ იმის წაკითხვით, რაც პროგრამა ჩაიდო თქვენში, ვიდრე დაიბადებოდით, რა მისიით მოხვედით, რა ხდება, როგორი თვისებები გაქვთ და რა თქმა უნდა ამოიცნობთ საკუთარ თავს, ან ვინმე ახლობელს, როგორც თქვი. ბედის ნებიერაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, მაგრამ ბედი იმდენად არა, რაც თქვენი ხასიათის სიმტკიცე, აზროვნების უნარი, მიზანდასახულობა, შეგიძლიათ მართოთ თქვენი ემოციები, აკონტროლოთ სიტუაცია, აკონტროლოთ სიტყვები და რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, რაც არ უნდა გული გეტკინოთ და შეიძლება ამ ხასიათის გამო ხშირად შურის მსხვერპლიც ხდებით, ინტრიგანი ადამიანების მსხვერპლიც შეიძლება აღმოჩნდეთ დრო და დრო, იღებთ ხშირად გულის ტკივილს, მაგრამ ეს თქვენზე არ მოქმედებს, ჩემო კარგებო, და ისევ ახალი შემართებით, ისევ ოპტიმისტურად განაგრძობთ მიზნებისკენ სვლას. ძალიან პოზიტიური ადამიანი, ცოტა მერყეობაც გახასიათებთ, აი გუნების შეცვლა თითქოს, აი რაღაცა მომენტში შეიძლება აი ჩავარდნებს დავარქმევ, გქონდეთ ჩავარდნები, რომ აი ესეთ ხალისიანს, ესეთ ენერგიულ ადამიანს რაღაცა დრო და დრო გაგიფუჭდეთ ხასიათი, არავის დანახვა არ გინდოდეთ, მარტოობა გინდოდეთ, გარინდება გინდოდეთ, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე მონაკვეთები თქვენს ცხოვრებაში, ესეთი ყოფა და ნებისმიერი პრობლემის შემდეგ არ იცვლებით, არ ბოროტდებით, ფარხმალს არ ყრით და აგრძელებთ წინ სვლას და თქვენი დასახული მიზნების მიღწევისთვის აქტიურ მოქმედებას. ძალიან კარგი პიროვნება, ესეთი გემრიელი ადამიანი, ხალისიანი და ზუსტად ეს ძალიან ესეთი გაცვეთილი ფრაზაა, თქვენ რა იცითო, მომღიმარ ადამიანშიო, ადამიანის გულშიო რამდენი სევდა იმალებაო, აი ესეთ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ძალიან დიდი სევდა და დარდიც არა. წარსულს ტოვებთ, წარსულში შეიძლება არ გავიწყდებათ ის წყენა, თქვათ, და გადატანილი ცუდი ისტორიები, მაგრამ ეს თქვენს შემართებაზე და თქვენს მომავალზე არანაირად არ მოქმედებს და აგრძელებთ წინ სვლას. ნახოთ ახლა რა სიტუაცია გაქვთ დღეს. რა არის ისეთი, რაზეც თქვათ, გჭირდებათ პროგნოზი და არ ვიცი, ან რჩევა, ან მინიშნება, ან მოსმენა იმისი თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. სიტუაცია დღევანდელი. აი როგორც თქვი, დრო და დრო ჩავარდნები გაქვთ ხოლმე მეთქი. ჩემო კარგებო, ზუსტად მე მგონი აი ამ დროს დაემთხვა ჩვენი გაშლა, რაღაც ესეთი მომენტი გაქვთ. აი რაღაცა კონკრეტულ სიტუაციას თითქოს ვერ ავწერ, იმიტომ რომ სულ ისეთი კომბინაცია, აი განწყობა, იგრძნობა აქ, განწყობა, იგრძნობა რაღაცა აპათია,
ისეთი უხასიათობა, ის კი არა რომ თქვენ არ გაქვთ კარგი ხასიათი, რაღაც ეს პერიოდი თითქოს უხასიათოდ ხართ, სულ თითქოს დასვენება გინდათ, მარტოყოფნა გინდათ, კარი მიუხურეთ შეიძლება მეგობრებს და ან გამოაცხადეთ რომ სხვაგან წახვედით და სინამდვილეში სახლში იმალებით და ასე შემდეგ და აი თქვენთვის მარტოკა ისე რომ ახლობლებს არ უზიარებთ, ცდილობთ აი ამ ჩაკეტილი სივრცის გარღვევას. გინდათ რომ როგორმე თავი დააღწიოთ ამას და თითქოს ვერ გაგიგიათ რა გჭირთ, რაღაცა გეგმებიც გაქვთ, უფრო გეგმები არა ოცნებები. აი იმ სტაგნაციურ პერიოდშიც კი თქვენი ბუნება, თქვენი ნამდვილი ბუნება თავისას შვება და რაღაცებზე ოცნებობთ, რაღაცას ფიქრობთ, გეგმავთ, ნატრობთ და ეძებთ გამოსავალს აი ამ თითქოს მოჯადოებული წრე არ ქვია ამას, აი რაღაცა მოჯადოებული დღეებისგან. აქ ახლა რაღაცა მაგიას და რაღაც გარეშე ჩარევებს ვერ გვძნობ, იმიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, მე მგონი კარგ იდეას მივაგენი, რომ ჯერ წავიკითხვა ესეთი კონკრეტული დახასიათება, რასაც ვაკეთებ ხოლმე პირადი კონსულტაციების დროს, როცა პიროვნება აინტერესებთ და არ ყოფილა ჯერ რომ შემცდარიყავი, ან მქონია ესეთი შემთხვევა, თვალი არ მიცეს დავაკაკუნოთ. და ამოიცანით ალბათ საკუთარი თავი ზოგიერთმა თქვენგანმა ან ვიღაც თქვენი ახლობელი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ და ვერ გაგიგიათ რა სჭირს და თითქოს ყრუ კედელს უკაკუნებთ და ვერაფერი გააგებინეთ ამ ადამიანს, არ გიშვებთ თავის სამყაროში. სიტუაცია არის ზუსტად ესეთი, ეს არის ხასიათიდან გამომდინარე, დროდადრო ჩავარდნები აქვს ამ პიროვნებას ან თქვენ თავად და გაქვთ ზუსტად დღეს ესეთი მომენტი. ეს რატო ხდება, რისთვის ხდება, რის გამო არის აი ეს კონკრეტული ეს რაღაცა ჩავარდნები რო გაქვთ, ეს რა თქმა უნდა ყველასთვის არის ინდივიდუალური, ამას სჭირდება პირადი კონსულტაცია და ჩვენ კი გადავიდეთ პროგნოზზე. აი რაღაცა ხელშესახები რო ვიღაც ხელს გიშლიდეთ, ვიღაცა რაღაცას გიკეთებდეთ, ესეთი არაფერი არ იგრძნობა. და ნახოთ პროგნოზი, აი მალე დამთავრდება თუ არა ეს თქვა სტაგნაციური პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. ძალიან მალე დამთავრდება, დაგეხმარებათ ადამიანი, რომლის წყალობითაც თითქოს შეიცვლება ყველაფერი თქვენს ცხოვრებაში, გაივლით ძალიან სერიოზულ ტრანსფორმაციას და აი იპოვით თქვენი კომფორტის ზონას, იპოვით საკუთარ თავს. შეიძლება თქვათ აი რაღაცა გარკვეულ ასაკში ხართ, ისეთ ასაკში რომ აი ახლა ცდილობთ თქვენი ადგილის მოძებნას ცხოვრებაში და არ არის გამორიცხული რომ აი ახლო მომავალში ვიღაცამ რაღაც იდეა მოგაწოდოთ, ან გირჩიოთ, ან რაღაც აი თუნდაც გარეთ მოსმენილი რაღაცა სიტყვები დაიჭიროთ და უცბად აღმოაჩინოთ ეს ყველაფერი, მაგრამ აი რაღაცა ძალიან ხანმოკლე პერიოდში გაივლით სერიოზულ ტრანსფორმაციას. ეს იქნება სიტყვა, ეს იქნება მოქმედება ვიღაცის, რაც გიბიძგებთ ამ ყველაფრისკენ და მალე იპოვით საკუთარ ადგილს. ვინც რა თქმა უნდა საკუთარ ადგილს ეძებს და ვისაც უკვე ეს ყველაფერი გააჩნია, მოძებნილი აქვს, უბრალოდ რაღაცა აი ამ აპათიიდან გამოსაყვანად სულ ერთი სიტყვა შეიძლება იყოს საკმარისი ახლო მეგობრის თუ უცხოსი და მალე გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან და დიდი სიხარულიც გელოდებათ მზე დასტის ძირზე. მე კი ჩემო კარგებო გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მშვიდობიანზეცას თავზე, ღურბლოზეცას როგორც ვეძახით ხოლმე და დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.